მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყრუჩში საცხოვრებელი სახლის სახურავს ცეცხლი წაეკიდა. შედეგად დამწვარია მთლიანი სახლი. ჩვენ ადგილზე ვიმყოფებოდით. დეტალებს გიყვებით სიუჟეტში. ამ სახლში დარჩენა შეუძლებელია. ახლა ჩვენ ფაქტობრივად წასასვლელი არ გვაქვს. იძულებულები ვართ დავრჩეთ ან ნათესავებთან, ან მეზობლებთან. ეს სირანუს ჩახოიანის სახლია. აქ დედამისთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა. თუმცა დღეს იძულებულია ღამე ნათესავთან ან მეზობელთან გაათიოს, რადგან სახლის სხვენში გაჩენილმა ხანძარმა საცხოვრებელი სრულად გაუნადგურა. როგორც ჩახოიანი გვეუბნება, ცეცხლის სხვენში არსებულ თივას წაეკიდა. შედეგად სახურავი სრულად დაიწვა. სრულად დაზიანებულია საცხოვრებელი სახლი, ტექნიკა, ავეჯი და სხვა ნივთები. ოჯახი მუნიციპალიტეტისგან ფინანსურ დახმარებას ითხოვს. ახალციხის მერიის ცნობით, ოჯახს დროებითი ალტერნატიული ფართი შესთავაზეს, თუმცა მათ უარი განაცხადეს და ნათესავთან დარჩენა გადაწყვიტეს. ვითხოვთ დახმარებას. ჩვენ აღარ გვაქვს არც სახლი და არც სხვა საცხოვრებელი პირობები. ასეთ მძიმე მდგომარეობაში დავრჩით. ხანძარი შენობაში დაახლოებით 4 საათისთვის გაჩნდა. როგორც ამავე სახლში მცხოვრები 74 წლის ვიოლეტა ჩახოიანი გვეუბნება, სახანძრო სამაშველო სამსახური ცოტა დაგვიანებით მოვიდა. მანამდე კი მეზობლებთან ერთად თოვლით ცდილობდნენ ხანძრის ჩაქრობას. მისივე თქმით, სოფელში არც წყალი მოდიოდა, რადგან აქ სასმელი წყალი მოსახლეობას გრაფიკით მიეწოდება. ჩემს ყვირილზე მოვიდნენ მეზობლები. წყალი არ იყო და თოვლით ვცდილობდით ხანძრის ჩაქრობას. სახანძროში დარეკეს. მანქანები ცოტა დაგვიანებით მოვიდა. 3 მანქანა იყო თავდაპირველად. აღმართზე ვერ ამოვიდნენ, რადგან ყინული იყო. ვერაფრის გამოტანა ვერ მოვახერხეთ, ვერც ნივთების და ვერც ავეჯის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ჩააქრეს. მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197 მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ამ ეტაპზე უცნობია ხანძრის გაჩენის მიზეზი. თემაზე მუშაობას განვაგრძობთ. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.